ვარჯიშის დაწყებისას ბევრს აქვს ეს კითხვა. რითი ჯობია დაწყება, კუნთის მომატებით თუ ცხიმის დაკლებით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია თუ ძალიან გამხდარი ხარ ან ძალიან ჭარბწონიანი. მაგრამ რა უნდა ქნა თუ სადღაც შუაში ხარ? რა მიზანი უნდა გქონდეს ამ შემთხვევაში? ერთ შეხედვით ცხიმის დაკლება და კუნთის მომატება ორი საპირისპირო რამაა. ერთისთვის ნაკლების ჭამაა საჭირო, მეორესთვის მეტის. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა ორივე ერთდროულადაა შესაძლებელი. ამ ვიდეოში ავხსნი რა არის სხეულის რეკომპოზიცია და როგორ შეგიძლია დაიკლო ცხიმი და მოიმატო კუნთი ერთდროულად. რა არის სხეულის რეკომპოზიცია? ადამიანებს სხეულის ფორმის შეცვლა შეგვიძლია ორი გზით. კოსმეტიკურ ოპერაციებს თუ არ ჩავთვლით. პირველი არის ცხიმის დაკლება, რომ უკეთესად გამოჩნდეს არსებული კუნთი. და მეორე არის კუნთის მომატება, რომ უკეთეს ფორმა მივცეთ სხეულს. ამ ორი მოვლენის ერთობლიობას ეძახიან სხეულის რეკომპოზიციას. ამას გულისხმობენ ადამიანები, როცა ეძახიან, რომ იგივე წონა შეინარჩუნეს, მაგრამ ცხიმი კუნთად გადაიქცა. რა თქმა უნდა, ცხიმი კუნთად არ გადაიქცევა, მაგრამ თუ ერთდროულად კუნთს მოიმატებ და ცხიმს დაიკლებ, შეიძლება იგივე წონა დარჩე, მაგრამ სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდი. ვისთვის არა რეკომპოზიცია შესაძლებელი? პირველ რიგში გამოვრიცხავთ გამხდარ ადამიანებს. თუ გამხდარი ხარ, შეგიძლია პირდაპირ კუნთის მომატებაზე გადახვიდე. ასევე გამოვრიცხავ გამოცდილ მოვარჯიშეებსაც. თუ დიდი ხანია გაუჩერებლად ვარჯიშობ, მაშინ კუნთის მომატება შენთვის შედარებით რთული იქნება კალორიების გაზრდის გარეშე. კუნთის გაზრდა და ცხიმის დაკლება ერთდროულად შეგიძლია, თუ ხარ დამწყები, ანუ ვარჯიშის გამოცდილება არ გაქვს, ან თუ გაქვს წარსულში ვარჯიშის გამოცდილება, მაგრამ დიდი ხანი არ გევარჯიშია და ახლა თავიდან აპირებ დაწყებას. დამწყებისთვის კუნთის მომატება შედარებით მარტივია. და ყოფილი მოვარჯიშეებისთვისაც ძველი ფორმის დაბრუნება შედარებით სწრაფადაა შესაძლებელი. ანუ თუ ვარჯიშობდი და თავი დაანებე, გაგრძელებისას ნულიდან არ იწყებ. როგორ უნდა გააკეთო რეკომპოზიცია? სხეულის ფორმის შეცვლისას სამი რამ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. მნიშვნელობა არ აქვს კუნთს იმატებ, ცხიმს იკლებ, თუ ორივეს ერთად. ვარჯიში, კვება და აღდგენა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ მოკლედ ეს საკითხების განვიხილოთ. როგორ უნდა ივარჯიშო? კვირაში 3 ვარჯიში საკმარისია. 3 ვარჯიშზე გამოიყენე საბაზისო მოძრაობები მცირე დროში ბევრი კუნთის ერთდროულად გასავარჯიშებლად. მაგალითად დედლიფტი, ჩაჯდომა, წოლჭიმი და ღერძზე მიზიდვა. პროგრესული დატვირთვა აუცილებელია. ანუ ყოველი ვარჯიში წინაზე რთული უნდა იყოს. გაზარდე წონები, გამეორებების ან მისვლების რაოდენობა. ანუ თუ პირველ ვარჯიშზე აკეთებ 10 გამეორებას, შემდეგზე გააკეთე 11. გააგრძელე ასე და როცა 15-ზე ახლოს შეგიძლია წონაც გაზარდო. ჩაინიშნე წონა, მისვლების და გამეორებების რაოდენობა. თუ არ იცი წინა ვარჯიშზე რამდენი გააკეთე, არც ის გეცოდინება შემდეგზე რამდენის გაკეთებაა საჭირო პროგრესისთვის. რეკომპოზიციისთვის კალორიების შეცვლა დიდად არაა საჭირო. თუ შენი დღიური ნორმა არის 2000, შეგიძლია იგივე დატოვო, ან გამოაკლო 200. პატარა დეფიციტი ცოტა ცხიმის დაკლებაში დაგეხმარება და არც კუნთის მომატებას შეუშლის ხელს. მიიღე დაახლოებით 2 გრამი ცილა 1 კილოგრამ სხეულის წონაზე ყოველ დღე. კუნთის საშენი მასალა არის ცილა, ამიტომ კუნთის გაზრდა თუ გინდა ცილის მიღება აუცილებელია. ჭამე დღეში 4 ჯერ მაინც. 4-ზე ნაკლები დიდ დროს ტოვებს ულუფებს შორის და ყოველ კვებაზე მეტის ჭამაც მოგიწევს. 4-ზე მეტიც შეიძლება, მაგრამ შედეგში დიდი განსხვავება არ იქნება. ეს სურვილის საკითხი უფროა. შეგიძლია დღეში 5 ჯერ ან 6 ჯერაც ჭამო, მაგრამ პორციები გააკონტროლე, რომ კალორიები არ გაგიქცეს. იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა იმუშაოს, ძილი დაავდგენა აუცილებელია. კუნთის ზრდის დიდი ნაწილი ხდება ძილის დროს. ზრდის ჰორმონიც ყველაზე დიდი რაოდენობით გამოიყოფა მაშინ, როცა გძინავს. იმ ადამიანებსაც რომ დავაკვირდეთ, რომლებიც ყველაზე მეტად იზრდებიან ძალიან მოკლე დროში, ანუ ბავშვებს, შევატყობთ, რომ ყველაზე მეტი მათ ძინავს. ეს შემთხვევით არაა. კვლევებითაცაა ნაჩვენები, რომ ნაკლები ძილი დაკავშირებულია ცხიმის მომატებასთან, კუნთის დაკლებასთან და ძალის დაკარგვასთან. ამიტომ ნორმალური ძილი მართლა მნიშვნელოვანია. დაახლოებით 8-9 საათი ძილი ადამიანების უმეტესობისთვის საკმარისი იქნება. დაძინების დროსაც აქვს მნიშვნელობა, ეცადე რომ 11-ზე ან 12-ზე მაინც დაიძინო. ახლა გადავიდეთ შეცდომებზე. რეკომპოზიციის დროს ადამიანები ძირითადად ამ 4 შეცდომას უშვებენ. ყურადღებით მოვსმინე 4-ვეს, რომ შენი ვარჯიში და დახარჯული დრო წყალში გადაყრილი არ გამოდგეს. ვარჯიში პროგრესის გაზომვის გარეშე. ვარჯიშზე პროგრესის გაზომვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომპოზიციის დროს. სარკეში ცვლილებას რამოდენიმე კვირა ალბათ ვერ დაინახავ. არც წონა შეიცვლება დიდად, იმიტომ რომ კალორიები უცვლელი რჩება ან ძალიან პატარა დეფიციტი გექნება. ამიტომ ერთადერთი პროგრესის საზომი რჩება ვარჯიშზე წონების და გამეორებების მომატება. თუ ამასაც არ მიაქცევ ყურადღებას, შეიძლება გეგონოს, რომ პროგრესი არ გაქვს და ყველაფერს თავი დაანება. ზედმეტად დიდი დეფიციტით დაწყება. 200 კალორიის მაგივრად 500 თუ გამოაკლებ, ცხიმს უფრო სწრაფად დაიკლებ, მაგრამ კუნთის გაზრდა გაგიჭირდება. ჩვენი მიზანია ორივეს ერთად გაკეთება, ამიტომ დიდი დეფიციტი საჭირო არაა. დანამატებზე ზედმეტად დაყრდნობა. დანამატების გამოყენება შეგიძლია, მაგრამ დანამატებზე ფიქრი უნდა დაიწყო ვარჯიშის, კვების და ძილის შემდეგ. ცუდ დიეტას, ვარჯიშს და ძილს დანამატებით ვერ ჩაანაცვლებ,
ამიტომ ჯერ ეს სამი რაღაც გამოასწორე და დანამატებზე მე რეიფიქრე. მოუთმენლობა. სხეულის რეკომპოზიცია დროს მოითხოვს. პირველი რამოდენიმე კვირა სარკეში ცვლილებას ვერ დაინახავ. არც წონა შეიცვლება დიდად, იმიტომ რომ კალორიებს არ ვცვლი. მაგრამ თუ ვარჯიშებზე პროგრესი გაქვს, ანუ წონებს და გამეორებებს უმატებ, შეგიძლია მშვიდად იყო და დაიცადო, სანამ შედეგებს შენივე თვალით დაინახავ. რამდენ ხანში შეამჩნევ შედეგს? ეს არის ერთ-ერთი ხშირი კითხვა დამწყებებისგან. სხეულის ფორმის შეცვლა დიდ ძალის ხმევას მოითხოვს და რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს რამდენი დროა საჭირო შედეგის დასანახად. ახალი და ყოფილი მოვარჯიშეებისთვის პროგრესი შედარებით მარტივია, ამიტომ შედეგს დაახლოებით 8-დან 12 კვირაში შეამჩნევენ. შეიძლება უფრო სწრაფადაც. შედარებით დიდ ცვლილებას 4-დან 6 თვეში დაინახავენ. შეიძლება ეს დიდ დროდ მოგეჩვენოს, მაგრამ სტეროიდებს თუ არ ჩავთვლით, არჩევანი დიდად მაინც არ გაქვს. ფორმაში ჩადგომის შემდეგ ვარჯიშის გაგრძელება მაინც აუცილებელია ამ ფორმის შესანარჩუნებლად. ბევრად ნაკლები, მაგრამ მაინც. ვარჯიში და სწორი კვება ცხოვრებისეული ჩვევები უფროა, ვიდრე ისეთი რაღაც, რასაც ხანდახან აკეთებ. ანუ თუ კარგი ტანი გინდა და დაწყებას აპირებ, მზად უნდა იყო დიდი ხანი გასაგრძელებლადაც. კარგი ის არის, რომ ვარჯიში ისევე როგორც ნებისმიერი ჩვევა, ნაკლებ ძალის ხმევას მოითხოვს რაღაც დროის შემდეგ. ძალიან მალე, როგორც დილით კბილების გახეხვა არ გეზარება, ისე არ დაგეზარება დარბაზში წასვლაც. დღეისთვის სულ ეს არის, დაალაიქე და გამოიწერე არხი.